კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. სასამართლომ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავეცნა. ორივეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. ბესიკ ხარძიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს გამოძიების ოფიციალური ვერსიით, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა, მსჯავრდებულებმა დანაშაული ერთად დაგეგმეს და განახორციელეს. კერძოდ ბიზნესმენმა გიორგი უდესიანმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კულტურის მინისტრის მოადგილეც იყო, გადაწყვიტა დაკავებული ბიზნეს პარტნიორისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული კუსტბის წილების უკანონოდ დაუფლება, დახმარება კი ალექსანდრე მუხაძეს სთხოვა. შედეგად ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორის მუხაძის უშუალო ორგანიზებით ბესიკ ხარძიანზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. წამების და სიცოცხლის მოსპობის არაერთგზის მუქარის შემდეგ ხარძიანის ოჯახი იძულებული გახდა წილები დაეთმო. საუბარია 400,000 ლარის ღირებულების ქონებაზე. როგორ აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბესიკ ხარძიანის ოჯახი, რომელიც ბიზნესმენის შეკვეთით მკვლელობაშიც გიორგი უდესიანს ადანაშაულებს? მაგალაშხია გიამბობთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი უდესიანი და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნომერ მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო. მათ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ორივე მათგანი მიმალვაშია. სასჯელი მათ სასამართლომ დღეს დაუსწრებლად შეუფარდა. ორივე მათგანს სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სასჯელის შემცირდა 1/4 და საბოლოოდ დაუდგინდათ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესიკ ხარძიანი შპს კუსტბა კალასა და შპს კუსტბა პალასის პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენას შენახვის ბრალდებით ბესიკ ხარძიანი დააკავეს, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელახსრულების დეპარტამენტის ნომერ მერვე დაწესებულებაში მოათავსეს. გამოძიების თანახმად ბესიკ ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუსტბის წილების უკანონო დაუფლებისა და შესაბამის ქონებაზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი დანაშაულებრივი სქემა. ბრალდებული უკავშირდებოდა ნომერ მერვე დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობები შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებულები გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუსტბის წილები. საბოლოოდ კი ბიზნესმენმა ხარძიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული წილები უდესიანს გადაუფორმა. უშუალოდ გიორგი უდესიანმა პირადადაც განახორციელა ფიზიკური ძალადობა ბესარიონ ხარძიანის ძმის მიმართ, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით. საბოლოოდ ინტენსიური და დროში ხანგრძლივი ძალადობის შედეგად ხარძიანების ოჯახი იძულებული შეიქნა, რათა მათი კუთვნილი კუსტბის წილები, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 4 მილიონი ლარის იყო, დაეთმო გიორგი უდესიანისთვის. განაჩენით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. გიორგი უდესიანის ადვოკატის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავს. ბექა ბასილაიას თქმით, უდესიანის უდანაშაულობა სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალებითაც დასტურდება. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გაგრძელება. პოლიტიკური დევნა გიორგი უდესიანის მიმართ, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს დადასტურებულია არაერთი დემოკრატიული სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ შორის უნგრეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ შორის საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას გიორგი უდესიანის ძებრასთან დაკავშირებით უარი განუცხადა ინტერპოლმა სწორედ იმ მოტივაციით, რომ საქმეში იკვეთებოდა პოლიტიკური დაინტერესების
ელემენტები. წლების შემდეგ აღდგენილი სამართლიანობა სწორედ ასე აფასებს ბესიკ ხარძიანის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ოჯახი ახლა განაჩენის აღსრულების მოლოდინშია. ბესიკ ხარძიანის შვილი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება ბიზნესმენის მკვლელობის შემკვეთსაც დაადგენს და მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მალე დადგება. არ ვიცი 21 საუკუნეში თუ არსებობს ესეთი ბრალდება საერთოდ, სადაც ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანზე მიცეს დავალება, შეუკვეთოს ციხეში წამება, წამების ორგანიზება, რომ შემდეგ ხელში ჩაიგდოს ეს ყველაფერი. რომელსაც მე ვიტყოდი, რომ ვერ ჩაიგდო, დღეს ჩვენ აქ ვართ და კარგი იქნება თუ მათაც მოიკითხავენ, ისინი სად არიან, თუნდაც ადამიანურად, თუნდაც იურიდიულად, არაფერი არ გაკვირვებია, ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მამაჩემის სიმართლის და ეს იმ სიმართლის გაგრძელება ერთ-ერთი, რასაც ის ამდენი წლების განმავლობაში თავის სიცოცხლეში ამ ყველაფერზე საუბრობდა. ბიზნესმენმა ბესიკ ხარძიანმა საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ კუსტბის წილების და საბრუნებლად სამართლებრივი დავა დაიწყო. მან პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოიგო, თუმცა საბოლოო წილების დაბრუნება ბესიკ ხარძიანის მკვლელობიდან რამდენიმე წელში მოხდა. ხარძიანების ოჯახმა კუსტბის 43%-იანი წილი 2023 წელს დაიბრუნა. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის მარტში ვაკეში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ქილერს ფარი გურბანოვს უვადო პატიმრობა 2016 წელს დაუსრებლად მიესაჯა. წითელი ცირკულარით 9 წლიანი ძებნის შემდეგ 2024 წელს კი გურბანოვის თურქეთიდან ექსტრადირება განხორციელდა. ხარძიანის ოჯახი მკვლელობის შემკვეთად სწორედ უდესიანს ასახელებს, თუმცა ქილერი დღემდე დუმილის უფლებას ინარჩუნებს.